წყალდიდობა იმერეთსა და სამეგრელოში უხვინა ლექის გამო შექმნილ პრობლემებს დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ებრძვიან. იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში დატბორილია სახლები, ქუჩები, სახნავს სათესწი მიწები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თხილულში. მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხა ზუგდიდის საავტომობილო გზაზე. ინტენსიური ნალექის გამო დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა. გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი, კედლის განათების, ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები. საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. ინიციატივა პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. კრემლის მედია სპუტნიკი წერს, რომ ახალი ინიციატივის მთავარი მიზანი საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის, ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი იქნება. რუსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვირიში დააპატიმრეს. მიტროპოლიტის ავტომობილში თეთრი ნივთიერების შემცველი 4 პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს. ალფეევის ტიკაროსნის სექსუალურ შევიწროებაშიც არის ბრალდებული.